კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იაკობ გოგებაშვილის საარქივო დოკუმენტები. მათ შორის არის დედაენისთვის შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ავტოგრაფები. ასევე აქ არის დედაენის ბეჭდური გამოცემები. ღონისძიება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას ქართული ენის დღე მიულოცა. აღსანიშნავია, რომ გამოფენა თვის ბოლომდე გაგრძელდება. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ცენტრი ყოველ წელიწადს ყოველთვის ეხმიანება ქართული ენის დღეს და თემატურ გამოფენებს მართავს იმ მასალებზე დაყრდნობით, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელსაც ჩვენ ვიცავთ. მოგეხსენებათ, რომ პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ჩვენთან არის დაცული, ეს არის ქართული ენის ისტორია, ქართული მწერლობის ისტორია. ეს არის ის, რაც არის საფუძველი ჩვენი თვითყოფადობის, ჩვენი იდენტობის და ამდენად ეს დღესასწაული ქართული ენის დღე ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი დღე არის საქართველოს უახლესი ისტორიის მთელს მანძილზე. რაც მოხდა, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ჩვენი ეროვნული თვითშეგნების გაღვიძებისა. აქედან გამომდინარე, ამას თუ დავუმატებთ კიდევ იმას, რომ ჩვენ ვინახავთ და ვიცავთ იაკობ გოგებაშვილის პირად არქივს და დედაენასთან დაკავშირებულ მასალას, სავსებით გასაგებია, რომ ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობთ ამ დღეს. გამოფენაზე წარმოდგენილი გახლავთ იაკობ გოგებაშვილის პირადი ფონდიდან სხვადასხვა ექსპონატი. მათ შორის არის ბიოგრაფიული მასალის ამსახველი, შემოქმედებითი ცხოვრების, შემოქმედებითი მოღვაწეობის ამსახველი მასალა. არის წარმოდგენილი 1920 წლის ნაბეჭდი დედაენის კლიშეები. საინტერესო არის ის მასალა, რომელიც ცხადია უშუალოდ ეხება იაკობ გოგებაშვილის დედაენას. აქ არის წარმოდგენილი გერმანული წარმოშობის, მაგრამ საქართველოში მოღვაწე მხატვრის, ძალიან ცნობილი კარიკატურისტის, მაგრამ აქ არ არის კარიკატურები, არამედ უბრალოდ ილუსტრაციები არის იაკობ გოგებაშვილის დედაენაში მოთავსებული სხვადასხვა მოთხრობისათვის, მათ შორის ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი იავნანა მრაჰკნას ილუსტრაციები. უნიკალური ნაბეჭდი წიგნი არის აგრეთვე წარმოდგენილი, ეს არის აფხაზურ ენაზე, აფხაზური დედაენა, რომელიც დაიბეჭდა 1938 წელს და მთელი მისი ტირაჟი განადგურებული იქნა და ერთადერთი ეგზემპლარი, რომელიც ჩვენთან არის დღეს გამოფენილი, შემორჩა იმის წყალობით, რომ ივანე ჯავახიშვილის ბიბლიოთეკაში მოხვდა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისადმი ხელით გადაწერილი ვეფხისტყაოსნის საჩუქრად გადაცემის ცერემონია. ხელნაწერი წიგნი ზაზა აბაშიძეს რუსთავის სამრევლო სკოლა მთაწმინდელის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გადასცეს. ჩვენს ინსტიტუტს საჩუქრად გადმოეცა არაჩვეულებრივად შესრულებული ხელნაწერი ვეფხისტყაოსნისა, რომელიც შესრულდა რუსთავის სამრევლო სკოლა მთაწმინდელში. ამ სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი კალიგრაფიით შესრულებული არაჩვეულებრივი ხელნაწერი გადმოგცეს, რომელიც დღეიდან იქნება დაცული ჩვენს ფონდებში. ჩვენთან 112 ხელნაწერია შოთა რუსთაველის, სხვადასხვა დროის, სხვადასხვა ეპოქის, მე-19 და მე-20 საუკუნის ჩათვლით და აი ეს იქნება 113 ხელნაწერი, რომელსაც ჩვენ დავიცავთ და მომავალში დარწმუნებული ვარ გამოვფენთ. ჩვენი მხრივ ვჩუქნით სკოლას დავით გურამიშვილის ახლად გამოცემულ ფაქსიმილურ გამოცემას დავითიანისას და დარწმუნებული ვარ, რომ სკოლის მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც მომავალში იმუშავებენ დავით გურამიშვილის ასეთივე არაჩვეულებრივი უნიკალური ხელნაწერის შექმნაზე. ჩვენი სკოლა, რუსთავის სამრევლო სკოლა მთაწმინდელი დაახლოებით 15 წელია ფუნქციონირებს და აი ამ წიგნის შექმნის იდეა გაჩნდა 7 წლის წინ დაახლოებით და ამ წიგნზე მუშაობდა 5 კალიგრაფი, ხატმწერები და ოქრომჭედლები. თვითონ წიგნი გახლავთ საკმაოდ დიდებული თავისი ნაშრომიდან, თავისი მინიატურებიდან, თავისი კალიგრაფიიდან, თავისი ხელნაკეთობიდან გამომდინარე. იმიტომ რომ აი როგორც თქვეს, ის ვეფხისტყაოსნები რაც კი არის აღმოჩენილი და რაც კი გვაქვს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში,
ყველას აქვს თავისი დამახასიათებელი, განსაკუთრებული ნიუანსი. აი მაგალითად ზოგს კალიგრაფია გამოარჩევს, ზოგს მაგალითად მინიატურა და ასე შემდეგ. აი ამ წიგნში, აი ამ ვეფხისტყაოსნის წიგნში ეს ყველაფერი ერთობლიოდ არის თავმოყრილი და ამ წიგნის უნიკალურობას კიდე ეს უფრო მაღალ ხარისხში წევს. მადლობა ბატონ ზაზას აბაშიძეს, რომელმაც ესე გულითადად გვიმასპინძლა და ესე დიდი აღფრთოვანება გამოხატა ამ წიგნის მიმართ. მადლობა მინდა ასევე გადაუხადო განათლებისა და მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრს ბატონ ალექსანდრეს და რასთავარია მადლობა უღრმესი ჩვენს უწმინდეს მის მოსაყდრეს მეუფეშიოს და საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რომლებიც აქტიურად ეხმარებიან საკვირაო სკოლებს და სამრევლო სკოლებს, რომ იფუნქციონირონ. იმიტომ რომ საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს ესეთი სკოლების არსებობას და ჩვენი სკოლას მაგალითად როგორც გითხარით დაახლოებით 15 წელი არსებობს და 400 მოსწავლე ყავს და 23 წრე გვაქვს და ეს ყველაფერი და ეს სწავლა მიმდინარეობს სრულიად უსასყიდლოდ, ანუ უფასოდ და დღეს მით უმეტეს ეს ძალიან დიდი ნუგეშია ოჯახისთვის. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე და მადლობა ღმერთს და მადლობა უწმინდეს და მადლობა ბატონ თამაზ გველუკაშვილს, რომელიც გახლავთ ამ სკოლის დამფუძნებელი, რომელიც ძალიან აქტიურად გვიდგას გვერდში